დღეს დაიწყო მოსამზადებელი შეკრება საჯების და გვაქვს სიახლე მინდა ვისარგებლო შემთხვევით რა თქმა უნდა და სამწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო ჯუნით ჩაქირს 2023 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 1 აგვისტომდე არსებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და ამ 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მიღწევები აქვს ჩვენ სამსაჯო განყოფილებას და მინდა მიულოცოთ თითოეულ მათგანს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსაჯი აკადემიიდან შემოგვიერთა ეროვნულ ლიგებში ძალიან ბევრი ეროვნული კატეგორიის მსაჯი გახდა და შესაბამის ლიგებს აჯობს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ FIFA-ს სიაშიც მატება გვაქვს და უფრო მეტი ოფიციალური წარმომადგენელი ყავს სამსაჯო კუთხით UEFA-ს და FIFA-ს რანგის შეჯიბრებებში. აგრეთვე ძალიან წარმატებული იყო გოგონა მსაჯები, იცით გარდა იმისა რომ FIFA-ს არბიტრები ყავს, პირველად ისტორიაში მოხდა რომ ელენ ელოშვილმა მამაკაცების შეჯიბრი იმსაჯი როგორც შიდა ეროვნული ჩემპიონატის აგრეთვე ახალგაზრდულ ლიგაზე იყო წარმოდგენილი UEFA-ს ეგიდით და ქართველთა საჯთა ბრიგადამ აგრეთვე იმსაჯი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ფაზაში და მადლობა მინდა გადავუხადო კლუბებს რომელთან მუშაობის პერიოდშიც ძალიან გამოცვლილია სიტუაცია უკეთესობისკენ და იმედი მაქვს რომ ეს პროგრესი და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება მინდა წარმატება უსურო ახალ ხელმძღვანელს 1 აგვისტოდან დღევანდელ შეკრებას უკვე ხელმძღვანელობს დავით ხარიტონაშვილი უკვე გამოცდილი მსაჯი გამოცდილი ფუნქციონერი სამსაჯო კორპუსის და იგი მოადგილე იყო ჯუნით ჩაქრის ამ პერიოდის განმავლობაში და იმედი მაქვს რომ ეს პროექტები რომლებიც ამ ბოლო წლებში განხორციელდა კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომდევნო სეზონებში. Today is for me is very emotional day because during these 3 years we achieved really big success all together with the referees. Georgian referees showed that their quality not to the Europe but to the world. We officiated first time in Champions League. We increased the number of FIFA referees. Our women referees officiated in the international level in the first time in the history. But also for the domestic competition, again we increased the number of referees, maybe 4 times more in the past. I really want to thank to our federation, especially to our president and general secretary and executive committee and all the staff who works in the federation because without their support we couldn't achieve this. Also I would like to thank to the clubs, to the staff, to the players because they all the time trust us. This is for us this meaning is a lot. Thank you thank you very much for their trust on referees. I hope because they believe us, they believe this project. Now we have young referees. Continue to believe them because they are the future of Georgian refereeing. Not only Georgian refereeing, but for the Georgian football. ჩემი მხრიდან კიდევ ვიძახი რომ ამ გამოცხადებულობას შევეცდები რომ მაქსიმალურად გავამართლო, არ დავიშურებ ძალღვენეს ენერგიას რომ ჩვენ სამსაჯო განყოფილებას და ჩვენ მსაჯებს კიდევ უფრო მეტი მაღალი დონის და წარმატების მიღწევაში დავეხმარო ჩემი გამოცდილებით და მიღებული ცოდნით რაც ამ პერიოდში დავაგროვე რა თქმა უნდა. ორმეს მადლობას უხდი რასაკვირველია ბატონ ჯუნით ჩაქირს ჩვენს ხელმძღვანელს რომელსაც 13 წლის განმავლობაში იდეალური სამუშაო შეასრულა უმაღლესი დონის დანერგა უამრავი სიახლე ასევე ორი სიტყვით შევეხები ამ სემინარს როგორც პაუზა იყო ხა ჩემპიონატი ნახდება ძალიან დასკვნითი ეტაპი მიდის ჩემპიონატის მეორე წრიდან ძალიან გადამწყვეტი თამაშები გველის რთული სეზონი ამიტომ მიმდინარეობს ახლა განხილვა, იცით რომ მრავალი წესებში ცვლილებები მოხდა. ამიტომ მიდის ამ წესების იმპლემენტაცია, ესე ვთქვათ, დანერგვა, წესებში ცვლილებების ბიჭებს უხსნით ცოტა სხვა კლიპებით, ცოტა სიტუაციებით, თუ როგორ არის, თუ როგორ იქნება სწორი გადაწყვეტილება და რა ეპიზოდში თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და როგორ უნდა იმოქმედონ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა სეზონები, ისევე ეს სეზონიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და დაუღალავი შრომით ღირსეულად და მაღალ დონეზე იქნება ჩატარებული.